შვეიცარიაში მოიჯო არ არის, მაგიტო აქვს საშუალება ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. შვეიცარიას რო შეუძლია, რომ თითო სოფელი ციხე-სიმაგრედ გადააქციოს და მართლა გადაქცეულია, იარაღის ის რაოდენობა აქვს და თავდაცვის ნაგებობების ის რაოდენობა აქვს, რომელსაც ალბათ შეიძლება სოფლიოში არმია არ არსებობდეს, რომელსაც შეუძლია ეს გადაუარს და გადააუთავოს შვეიცარია, სწორედ მაგიტომ შეუძლია შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. ეს არის იქაური ხალხის დამსახურება, რომელიც მერე ითარგმნება იქაური მთავრობის პოლიტიკაშიც. შვეიცარია ისტორიულად იყო ადგილი, სადაც თავისუფლების მოყვარე ადამიანები გარბოდნენ, იქ სახლდებოდნენ და მერე ძალიან რთული იყო მათთან ბრძოლა. მთიანი რელიეფია, საქართველოს გავს რაღაცეებით და იდეაში ჩვენს მსგავსი პოტენციალი შეიძლება გქონოდა. და იმის გამო რომ შეეძლოთ თავის დაცვა, მათთან ომები ნაკლები იყო და ისტორიულად ისე განვითარდა, რომ ძალიან გამდიდრდნენ, მაგრამ მენტალობა იმის რომ შენი დაცვა შენივე უნდა შეგეძლოს. რა თქმა უნდა, ადამიანებიდან მოდის, რამაც გამოიწვია ის, რომ თითოეულ შვეიცარიულ სოფელი არის მართლა ციხე-სიმაგრე, მიწისქვეშა ბუნკერები, ტუნელები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, იარაღი, ყველა ოჯახშია ყუმბარდყორცნები. შენ სანამ არ შეგიძლია პასუხი გასცე იმას, ვისაც შენ ნეიტრალიტეტის დარღვევა მოუნდება, იქამდე შენ ნეიტრალიტეტი არის ცარიელი ქაღალდი, არაფერს არ ნიშნავს. თითოეულ ოჯახს რომ შეუძლია თავისთავად დაიცვას, საბოლოო ჯამში ეგ ითარგმნება იმაში, რომ ქვეყანა შეუძლია თავისთავად დაიცვას, ეგ ითარგმნება მერე ნეიტრალიტეტში. ანუ პირიქით მუშაობს. ჩვენ ნეიტრალიტეტის გამოცხადება გვინდა, რომ მერე არავინ თავს არ დაგვესხოს და ეგ ეგრე არ მუშაობს.